სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია. სამუხრუჭე მანძილი არის ის მანძილი, რომელსაც გარდის ავტომობილი ტორმუზების ამოქმედებიდან სულ გაჩერებამდე. ბუნებრივია, ეს მომენტალურად ვერ გაჩერდება და ეს მანძილი არის სამუხრუჭე მანძილი. მანძილია მანძილი, ასე ვთქვათ. უბრალოდ ახლა სამუხრუჭე მანძილის ზომა და სიდიდე დამოკიდებულია მანქანის სიჩქარეზე, სამუხრუჭის სიჩქარეზე. ასევე საფარის მდგომარეობაზე, როგორია, ძველია, მშრალია, მოყინულია, საბურავების მასალაზე და წვეთის ხარისხზე ასევე და აი, ყველაფერი ეს განაპირობებს სამუხრუჭე მანძილის სიდიდეს. სამუხრუჭე მანძილის ზომის ცოდნა მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის. რატომ? თუ დაშორება მანქანებს შორის, წინ და უკან მოძრაობ მანქანას შორის დაშორება, რომელსაც დისტანცია ეწოდება, უფრო ნაკლებია, ვიდრე სამუხრუჭე მანძილი, ეს სახიფათოა და შეიძლება არ გვეყოს სამუხრუჭე მანძილი კი არა და არ გვეყოფა და დავეჯახოთ. ამიტომ სამუხრუჭე მანძილი ყოველთვის უნდა იყოს მცირე, ვიდრე დაშორება წინა მანქანამდე, ანუ დისტანცია. დაშორებას დისტანცია წინ და უკან მოძრაობ მანქანებს შორის ეწოდება, ხოლო გვერდულ დაშორებას ეწოდება ინტერვალი და ეს ზომები უნდა შეუფარდოთ ყოველთვის სამუხრუჭე მანძილს, რომ არ მოხდეთ ცუდ სიტუაციაში. ასევე, მხედველობის პირობები უნდა გავითვალისწინოთ და რაც უფრო ცოტა მანძილზე ვხედავთ ჩვენ წინ, უფრო ცოტა უნდა იყოს სიჩქარე, რათა ცოტა იყოს სამუხრუჭე მანძილიც. მსგავსი ბილეთი სხვა თავში არის, რომ გასაჩერებელი მანძილი როგორი უნდა იყოს მხედველობის არეზე, ნაკლები და გასაჩერებელი მანძილი რაც ნაკლებია, უფრო უსაფრთხოა მოძრაობა საერთოდ. ეს დისტანცია როგორ დავიცვათ, ისე უსაფრთხოდ, რომ გასაჩერებელი მანძილი რომ არ აღმოჩნდეს დისტანციაზე მეტი. და როდესაც მოძრაობა ხდება მოყინულზე, მაშინ გააჩნია რა სიჩქარის რეჟიმში მოძრაობთ. ხო, თუ დასახლებულია მაქსიმუმ 60-ია დაშვებული, დაუსახლებელში 90. აი, თუ დასახლებულში მოძრაობთ მოყინულზე, სამუხრუჭე მანძილი რომ სწორად გამოვთვალოთ, დისტანციის მანძილის გავლას მანქანა უნდა ანდომებდეს არანაკლებ 6 წამისა. ანუ თუ ნაკლებ დროში გაივლის, აი მანძილს დისტანციის მანძილს ესე მოძრაობის პროცესში, ეს ნიშნავს, რომ ის ან ძალიან სწრაფად მიყვება წინა მანქანას, ან ძალიან ახლოს, რაც საშიშია. იმის აწინდარია, რომ სამუხრუჭე მანძილი არ გვეყოფა და ის გადააჭარბებს დისტანციას. ანუ მოყინულზე დასახლებულისთვის 60-საც დაშვებული, ეს 60 ძალიან გავს 6-იანი, არანაკლებ 6 წამი უნდა ჭირდებოდეს აი მანძილის გავლას. მოძრაობის პროცესში. და სიტყვა არანაკლები ყოველთვის სწორი პასუხის დასაწყისი იქნება. ანუ ეს სიტყვა იქნება არანაკლებ გამოყენებული სწორ პასუხში. თუ იგივე პირობები, ანუ ყინულია და სიჩქარე მეტია, 90-მდე იგულისხმება დაუსახლებელში, აქ უკვე არანაკლებ 9 წამი უნდა ჭირდებოდეს აი ამ დისტანციის ტოლი მანძილის გავლას. ანუ სიჩქარე მეტია, როც მეტი უნდა გაიაროს, ანუ მანძილიც მეტია, პროპორციულად. და ყინულის შემთხვევაში რა რიცხვები იქნება? ან 6 ან 9. 6 და 9 აი რომ დავწეროთ ფურცელზე 6-იანი და გადმოვაბრუნოთ, უკუღმა 9 გამოვა. 9 რო გადავაბრუნოთ, 6-იანი გამოვა. ანუ ყინულის რიცხვები არის 9 და 6. თითქოს ყინულზე ფეხი აუცურდაო და 9-იანი გახდა 6-იანი ან 6-იანი გახდა 9-იანი. და როცა იქნება კითხვაში ნახსენები ყინული, მოყინული, ან 6 იქნება ან 9. 6 ანუ დაბალი შედარებით სად იქნება, სადაც დაბალი სიჩქარეა დასახლებული. 9 შედარებით მაღალი სად იქნება, სადაც მაღალი სიჩქარეა, დაუსახლებელში. აი ესეთი რამ გვაქვს. ეს ყინულის პირობებში, მაგრამ როცა არ არის მოყინული, მაშინ რიცხვები იქნება როგორი? დასახლებულში არანაკლებ 2 წამი უნდა ჭირდებოდეს აი ამ დისტანციის ტოლი მანძილის გავლას, ხოლო დაუსახლებელში არანაკლებ 3. ნორმალური პირობების რიცხვებია 2 და 3. ნორმალურად მიყვება თვლაში ერთმანეთს რიცხვები 2-3. თუ დავაკვირდებით ერთი და იგივე სიჩქარეზე ყინულის და მშრალის რიცხვები ერთმანეთგან 3 ჯერ განსხვავდება. ანუ ეს რას მიუთითებს, რომ
მოყინულზე სამჯერ უნდა გავზარდოთ დისტანცია, რამე თუ სამჯერ იზრდება სამუხლუჭე მანძილიც დაახლოებით და ანუ აი ეს სამმაგი სხვაობა ამ რიცხვებში და აი ეს ცხრილებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ნუ მოვიდა შეკითხვა. მოყინული გზაზე ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო უნდა იყოს არა დასახლებულ პუნქტში. არანაკლებ 6-დან რა უნდა ავირჩიოთ რა კიღა 6-დან უნდა ავირჩიოთ. დასახლებულში როგორია დაბალი სიჩქარე 6-დან უფრო ნაკლები და დაბალი რიცხვი არის 6 და 1. ნუ ისევ მოყინულია ოღონ დაუსახლებელი. რას ავირჩევთ? არანაკლებ 900-ს, ხო? 6 და 9-დან. ხა, ნუ ეს გადავხედოთ, გავიხსენოთ. შემდეგი კითხვა. ნორმალური პირობები. ნუ ნორმალურ პირობებში ან 2 იქნება, ან 3. ორი პასუხი, არანაკლებ 2 ან არანაკლებ 3. რა კიღა არის დასახლებული? ნუ არანაკლებ 2 უნდა იყოს. 3 აქ საერთოდ არ წერია, 2 წერია ორჯერ. რომელს ავირჩევ? არანაკლებ 2. ნუ შემდეგი კითხვა ისევ ნორმალური პირობები, ან 2 უნდა იყოს, ან 3 და აქ ნუ 3 2 საერთოდ არ წერია, მხოლოდ 3 წერია და დაუსახლებელი 3-ია, ხო და აი არანაკლებ 3-ია ესე. იხსნება ეს ბილეთები. უგნა შეჯახების მიზეზი რა შეიძლება გახდეს და ყველაფერი ჩამოთვლიდან. ანუ ეს პატარა მაგალითი განხილვისთვის საკმარისია.